გამარჯობათ მობრძანდით. დილაობით ჩემს სახლში ცოტა ისეთი არეულობაა, მაგრამ ეს შევეცდები არ მოიწყინო. დილით ვცდილობ ჩემი უმცროსი ვაჟიშვილი მომიყვანო სრულ წყობაში, იმისთვის რომ წავიდეს სკოლაში და დამანებოს ცოტა ხნით მაინც თავი. და ის კიდე დაკავებულია თავის ჩვეული საქმით ფულს ითვლის. რა დათვალე, რამდენი გაქვს? და ესენი ლარები როდეს გამოგერია? მეც ხომ მოგეცი? მიდი ხა დაჭიქი და ჩაი დალია, რა გეხოწები. ჩვეული რიტუალი, ჩაის და ყავის სმა, შემდეგ გადავინაცვლებ გვერდზე ჩემ უფროს ვაჟიშვილს, გავუკეთე თავისი, ასე ვთქვათ, სეპარატული რეჟიმი აქვს გვერდზე. რატო გოგოები ხო არ არიან? გოგოები ყავს? მართლა? ახლა ეპატიება 21 წლის არის. 21 წლის ასაკში. რო არ ყავდეს გოგოები, ის უფრო საწყენი იქნება. გუში რას ვკიოდი და თელეღამი არ დაგვაძინეს და ბოლო-ბოლო მეზობლები გვიჭივლებენ. აი კედლები გავაკეთე. კედლები გავაკეთე. ხა როგორ ფიქრობ, ერთი აგურის კედელი უშველის იმ ამბავს? რასაც ქვია საშინელება, ჩემი ძმა შვება? გეხოწები დალია ჩაირა და მოვიშოროთ ეს პროცედურა და ნელ-ნელა. გოფსეკო შენ, დათვალე? ერთადერთი საშუალება, როცა ბავშვები მათემატიკის სწავლა. ეს 1-10. კია, დროზე ხა მოგვდია ფულები ყრაჭუნ, წად ჩაიცვე. აბა ერთი შეჭამა კიდე რა გახოცება. გთო? ერთი წალი და ჩაი მიაყოლე. აგიმარჯოს, ძმაო. გია 12 საათიანი ლოცვა გვაქვს წასაკითხი. ეს არის კუთხე, რომელიც მე ძალიან მიყვარს. დაკავშირებულია ხატებთან და რაღაც სიწმინდის კუთხეა. მეც იმიტომ რომ რაღაც გარკვეულწილად ჩემი ისტორია აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციიდან მოყოლებული. როდესაც იძაბებოდა ურთიერთობა რუსეთთან, მე ყოველთვის ვაკეთებდი რუსულ კაბაში გამოწყობილი რუსულ საღამოებს. არ შეიძლება ყველა რუსი ცუდი იყოს და ასევე არ შეიძლება ყველა ქართველი ცუდი იყოს, ყველაში არის ცუდიც, კარგით, ესე არეული ერთმანეთში. აქვე არის ჩემი მამინაცვალის სურათი ხატებთან და როდესაც ძალიან რაღაცა გამიჭირდება, მაგასაც ვთხოვ ხოლმე შველას. თუმცა ძალიან მოგრძალებულად ვცდილობ, არავინ არ შევაწუხო. ეს კიდე ჩემი სამხედრო წარსული რუს სამხედროებთან ერთად გურში ერთ-ერთ შერეული საკონტროლო კომისიის ხდომაზე, ეს ყოფილი გორის გუბერნატორი და ეს არის კაზაკების გადმოცემული სიგელი და აქ წერია, რომ ესე იგი მე შემიძლია справа нашения формы установленного образца соответствующим данному типу знаками отличия и зарегистрированного личного оружия. ესე იგი, ну მოკლედ, კაზაკების ფორმა შემიძლია მეცეს და თან იარაღიც ვატარო და საერთოდ კაზაჭკა სწოდებაც მომენიჭა. ეს ჩემი სამუშაო ადგილია აქ. ვიქექები ხოლმე ინტერნეტში და ვიგებ სიახლეებს. და ცოტა ძალიან არ მიყვარდა, საერთოდ არ მიყვარს რაღაც რამოდენიმე საათი სტატიკურ პოზაში გაჩერება. და ესეც მე მიყვარს კოლაჟების კეთება, ეს რაღაც მულტიპლიკაციასავით არის რამოდენიმე პოზაში გადაღებული და როგორც მულტფილმი ისე აღიქვება. ჩემ შვილებს შორის არის 13 წელი განსხვავება და ესე როგორ სულ პატარა ახალი გაჩენილი იყო გიორგი, როდესაც სანდრო ესე ვთქვათ კისერზე ну, 1 წლის ახალი გაჩენილი ხარ, არც ახარ აქ 1 წლის და ესე დაგატარებდა შენი ძმა. ეს ჩემი საძინებელი ოთახია. ჩემი. ყველაზე დიდი სიმდიდრე ამ ოთახში არის დიდი გარდერობი, რომელიც როგორც ყოველთვის გამოტენილია ბევრი რაღაცით. ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო მქონოდა სპეციალური ოთახი ტანსაცმლისთვის. მე მივხვდი რომ პატარა ოთახში ვერ ჩავეტევი და ამიტომ გადავწყვიტე სახში ყველაზე დიდი ოთახი დამეთმო ჩემი ჩაცმა დახურვისთვის. ეს არის ყოველთვის არეული ოთახი, იმიტომ რომ ეს არის გიორგის ოთახი. ჩემი არა. შენია, სანდროს თავისი აქვს. როდესაც ჩემი უფროსი ვაჟიშვილი არ ერთობა თავის გვერდზე აპარტამენტებში და აქ არის, აქ ყველაფერს მაქსიმალურად ურევს ხოლმე და მე მიდის დალაგებულად თავის აპარტამენტებში, თავის გოგონებთან, თავის მეგობრებთან ერთად გასართობო და ეს არის ოთახი, რომელიც სულ არეულია. და დალაგებასაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩემი ორივე შვილი ამ ოთახში ტენის ყველაფერს, რაც ან მობეზრდა, თან აღარ უნდა, თან ну მოკლედ. მე ვარ იმის მომხრე, რომ სახლი არ იყოს გადატვირთული რაღაც ძალიან ბევრი
ავეჯით, ამიტომ ჩემს სახლში უმეტესად სიცარიელია. არ მიყვარს ანტიკვარი, ხო, ჩემს სახლში მე მგონი ძალიან ძნელია ანტიკვარული ნივთების არის კი, მაგრამ ეს თუ არის თქვათ ბებიისგან რაღაცა გადმოცემული, ისიც რაღაცა ძალიან პატარა მასშტაბით დატოვებული. ეს ცოცხი ანტიკვარია. ჯერ ერთი მე თვითონ ესეთი ხელი მაქვს ცოტა მძიმე და რასაც ვეხები ყველაფერს ვანგრევ როგორც წესი და ამიტომ ძალიან ბევრი რამე უკვე დალეწილია ამ სახლში და დარჩენილია ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც ამაზე მეტი მე ვფიქრობ სახლში არ არის საჭირო და ყველაზე ძვირფასი რაღაცას მომამტრიეთება. ყველაზე ძვირფასი არის ჩემთვის ეს სურათი, სადაც ვარ 17 წლის და სადაც ვცეკვავ ქართულს შავ ნაწნავებში. მე ვარ ბოლოდან მესამე, ეს არის ინდოეთში კონცერტი. მართალია რა საწადებ ხელს ყველაფერი იმტროვა. ეს არის ძალიან მაგარი თამაში. ბეკეკებს აცლი და უნდა გამოვარდეს მგელი. და ჭხუბობს ტაივანურ ენაზე. ეს პერიოდულად შვილი ვარდება, მაგრამ თუ მამა გამოვარდა, ესე იგი წაგებული გაქვს. Been an awful good girl, Santa baby, so hurry down the chimney to ეს ჩვენი საკოტრიალო კუთხე. აქ კოტრიალოს სრულიად ვისაც არ ეზარება ჩვენ სახლში და დასწრება არის ვინ დაიძინებს აქ. Santa baby, a 54 convertible to light blue. I'll wait up for you, dear Santa baby, so hurry down the chimney to ჩვენი ცხოვრების ერთი დღე. აჰა, ერთი დღე. პოპულარულ ოჯახებს მიდიოდნენ და იმათაც ესე მასაშრობდნენ. და შენ ხარ პოპულარული ოჯახი? დიდი წარმოდგენით არის საკუთარ თავზე. საერთოდ ვარსკვლავური დაავადება აქვს ჩემ უმცროს ვაჟიშვილს. რომელიც კლასელებთან ერთად ჭობს ხოლმე თემაზე მაგალითად ეს მესამე კლასში ხდება. რა მანქანი დადის დედა, რა ძრავი აქვს მანქანას და რაღაცა ესეთი 3 და 1. 3 და 3. 3 და 3. სხვათა შორის. გიო, მოდი რა ნელ-ნელა ჩამოვყალიბდეთ. ეს ფული ჩაყარე უკან. და ჩაი ბოლომდე დალიე. ფული ჩაყარე. ეს იმისთვის აგროვებს ხოლმე ფულს, რომ ჩემთვის საჩუქრებს ყიდულობს, ხო? დიდრები ვართ. გიო, ესე იგი მიაწერე რამდენია, რომ შენ ძმა სანამ შენ დაბრუნდები გაგინახევრებს ამას. ეს საჩუქარი ვაჩუქე და 3 მარტს, რადგან 3 არა 8 მარტს, 3 მარტს ფული მაჩუქე მახსოვს კარგად. არა, 8 მარტს ვაჩუქე ფული. თუ პირი. ხო, 8 მარტს ვაჩუქე ფული 50 ლარი და 3 მარტს ვაჩუქე ესენი, რადგან დედის დღე იყო. აურჩიე ისე რომელიც თვითონ უყვარდა, აი სიმბოლიკები აარჩია. გველი არის წითელ ბურძე. აქ დელფინზე ზის ხალი და აქაც ბურთი აქვს პატარა. და ეს კიდე მუშტი სიძლიერე, ხო? სიძლიერის ესეთ ფერზე. აი? წვანე. ბავშვი, დედას რასაჩუქრებს ჩუქნის. რამდენი იქნები, რაც დაიბადა 20 კილოს ვერ აცდი და ძვირფასო მაყურებელო, საშინლად იტყუება სასწორი. 10 კილოგრამი, სმირწელნი ნომერ, ნუ აი ესე იგი. თუ ჩავქლიფო. ეს 2 კილო მაცვია. მაინც ძალიან ბევრს იწონი. I am მაქვს მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთი, რომელსაც ბავშვებს ყოველდილით ესე აცხებ. და ვთვლი, რომ ეს ყველაზე კარგი დაცვა, რაც შეიძლება არსებობდეს, იმიტომ რომ ეს არის ქრისტიანული. ამოჩვენე რომ რიხაცა და შინაწინე იყოს ახალი შემოვალს უკვე შენ ეყავნება შენი ვითარცა და ეგრეთ საქვეყანაზე და გური ჩვენი არის ოფისა მოგვაჩვენ დღეს და მოვიტე ჩვენთან ნამდვილი ვითარცა ჩვენ ინტერნეტ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შევიყვანებთ ჩვენ გასაცილს ანუ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან ამინ.
რომელი დამკვიდრებელ არ შეწევითა მაღლისათა საფარველს ახრთის აზეთაცეცის და განისვენოს რქვას უყვალსა კეთილის მყრობელი ჩემი ხარ შენ და შესაბედრებელი ჩემი ღმერთი ჩემი და მე ვესავ მას რამე თუ ანგელოს და მისცა და უბრძანებია შენთვის დაცვად შენ და ყოველთა შინა გზათა შენ და დიდება შენ და ღმერთო ალილუია ალილუია დიდება შენ და ღმერთო ალილუია ალილუია დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და მე მგონი ამით ჩემი შულები დაცულები არიან დღის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში მე ასე მჯერა წავედით ჩასაცმელად კი ჟილეტ სად არის შენი წითელი გამოიცვალე და რატო ვარ ესე იგი ასოცირებული მათრახთან არ ვიცი მაგრამ ეს არ ვიცი უნდათ რომ გამამათრახონ თუ ეს იმის სიმბოლიკა რომ მე ვამათრახებ ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავს ანუ ვინც მაჩუქარის თქმა უნდა და ამითი ვერ გეტყვით ანუ ეს შოლტი მჭირდება თუ ანუ მე უნდა ვუხტყა შოლტი მე მჭირდება ესე იგი ძალიან ისეთი სასაცილო ნივთები მაქვს სახში ეს ხო არის მათრახი ესე იგი და კიდე სამურაის ხმალი ძალიან ქალური ნივთებია საერთოდ ესე იგი ყველა ქალის ოჯახში არის რაღაცა ბევრი რაღაცა ქალური სისულელები ჩემთან არის ღვინოები მაგალითად და სასმელები მათრახი განსხვავებული ჭინჭილა და ეს სამურაის ხმალი აი ცოტა დაჟანგული აღონდა ძალიან საშინელება არის პატარაზე რომ მოგხვდეს ეგრევე თიც დაგაჭრეს შეიარაღებული ვარ ყველა კი არ ამბობ რომ ქართ კი ვიყავი მოფარიკავე მაგრამ ახლა ესეთი ძიმე რაღაცა არ მქონია ხელში ხოდაშ ძალიან მენატრება ხოლმე ფარიკაობა ოღონდაც ფარიკაობაზე სიარულის უფლება მოეცათ ჩემ მშობლებს და თანახმა ვიყავი რომ დღის განმავლობაში მეც ეკვა ხუთებზე მესწავლა და ოღონდაც საღამოს უნდა მეფარიკავა და დღესაც ერთ-ერთი ჩემი ესეთი ოცნება არის რომ თბილისში იყოს ესეთი ევროპაში არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება მოფარიკავეების კლუბები ოღონდ აი მართლა არაჩვეულებრივი რამ არის იმიტომ რომ მიდიხარ აი როგორც ტენის თამაშობს ზუსტად იგივეა ოღონდ ფარიკაობს ხოთაშ მადონას რომელიღაც კლიპშია და ჩემი ოცნებაა მაგრამ ზუსტად ვიცი რომ აი ეს ოცნება არ განხორციელდება არასდროს შენ პირდაპირ შეესატყვისებ გამოთქმას გასრიალდი სკოლაში გუშინ საღამოს ხო შენ ძმამას სიამოვნა მეზობლებს და ხა შენ გააგრძელე მე არ მისამონები არასოდეს ამიტომ ეხა სიამოვნა აი რისთვის არ არის საჭირო აბეჭი ხო გაიჭოს ისეს მეც მიყვარდა ძალიან მე ვარ სახში მენაგვე საერთოდ ამიტომ ჩემი ეს იგი პირდაპირ მოვალეობა გარდა იმისა რომ ვაკეთო საჭმელი ვრეცხო სარეცხი ვაუთავო და ვუარო ამ ორ გადარელს კიდე ნაგვის გატანა ამიტომ ახლა ეს რიტუალით ჩასატარებელი მაქვს ეხლა ვემზადები კურსისთვის შემდეგ დავდივარ ქალთა კლუბ ფემინაში იმიტომ რომ ოქტომბერში მქონდა ძალიან მძიმე ავარია და ვფიქრობ რომ ეს რეაბილიტაცია ახლა ჩემი ორგანიზმისთვის აუცილებელია ეს იგი ახლა ჯერ უნდა გამოვზიდო ყველაფერი სახლიდან არ გიღებს კარებს კითხე სანდრო სახლის გასაღები გაქვს ხო და ვინ წაიღებს ამას ყველაფერს? რაღაც დამჭა, არ დამჭა? ეხლა მივდივართ მანქანისკენ, რომ დავტოვო ეს უჟასი სკოლაში. ეს არის ჩემი უფროსი შვილის, ასე ვთქვათ, სამფლობელოც არის და დროის სატარებელი და თან სამუშაოც, იმიტომ რომ ხო, არ უყვარს სხვათა შორის ამისგან განსხვავებით, ესე იგი, არც ეკრანი არ მინდა და არც არაფერი და არის ძალიან კარგი დიჯეი, ამიტომ ცალკე სტუდია აქვს მოწყობილი და მოკლედ დიჯეობს ამ თავის სტუდიაში. მე მყავდა არაჩვეულებრივი მამინაცვალი, თალეშონია, ჯერ ფანტასტიკური იუმორი ქონდა და იყო ერთი ძირძველი, ხო? ძირძველი ეხლა არ კლევ ჩვენ გენეოლოგიას? ირაკლის მამაა და ირაკლი ჩემი ძმა არის. შენი ძმა? და ვიქტორიც მამა. როგორც მე ვარ, სანდროს ძმა. ძმა ისეა, ხო? მოკლედ
და იყო ესეთი ძირძველი პლეხანოველი. და მე ბავშვობიდან მაქვს ეთყობა ბედაც ის მომენტი, რომ ესე ბუხჩებით უნდა დავდიოდე და იყო ერთი ესეთი ისტორია. ძალიან ლამაზი ქალი ცხოვრობდა ელისო, თალესის ეზოში, რომელსაც ყავდა შეყვარებული. და ამ შეყვარებულს ელოდებოდა ერთხელ სადგურში, რომ იმან უთხრა, მოდიო სადგურში და ერთად გავიპაროთ და ჩემოდნით მივიდა ეს ქალი. მოკლედ ეს კაცი როგორც ყველა კაცები, რომლებიც გადამგდებები არიან ძირითადად, მოკლედ არ მოვიდა. და მას მერე ეს ქალი გაგიჟდა და სულ ჩემოდნით დადიოდა ყველგან და რამდენი მე დამინახავდა თალეს იმდენი გიჩვენი გიჟი ელისო მოვიდა ამბობდა და მეც ესე დავდივარ. იო თქოს ნუ მოიწეხო ყონდათ რა გეხვეწე. ეს არის ჩემი მეორე სახლი. ეს მანქანა. მყავდა სპორტული Mercedes-ი, მაგრამ მისგან პატარა ნაჭერიც კი არ დარჩა. ერთადერთი ბოლო ნაჭერა ჩემი სპორტული Mercedes-დან დარჩა, ინახებოდა ჩემ ნეკა თიჩი, რომელიც არაფრით არ მოშუშტა და როდესაც ექიმთან მივედი და გამიჭრეს აღმოჩნდა, რომ პარპრიზის ნაჭერი დამაქვს თითით და მე ყველა შაყირავდა, ისე უყვარდა ის მანქანა, ნაწილ-ნაწილ ემშვიდობებო. მე ვფიქრობ, თავარი მაინც ის არის, რომ ეს ჩვენი ქალაქია და გავუფრთხილდეთ. სადაც არ მესმის ტენდენცია, მარტო სახლში როდესაც აქვს დასუფთავებული და მე ნაგვით არის სახლში ყველაფერი. ეს ხომ ასეთი ელემენტარულია. ჩემი და პატრულის ურთიერთობა ესეთია. საკმაოდ არა როგორც ყოველთვის არა ესეთი არაჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობს. მქონდა ძალიან საინტერესო ინციდენტი ესეთი. ერთ-ერთი გადაცემა მიღებდა და ნუ ესე იგივე ხო მომივიდა დამჭა საფუთების სახლში. არა, ნუ მანიაკი ვარ მე თვითონ. და აი როგორც ეხლა მოკეთ საბუთოდ გამოვედი, იმიტომ რომ დამჭა ასევე დამჭა მაშინაც საბუთები და უნდა გადაეღოთ როგორ გავდივარ რუსთაველზე. და როდესაც დავინახე ორი თანამშრომელი პატრულის უთხარი, ვიცით რა მეთქი, ძალიან დიდი ბოდიში მეთქი, მაგრამ თუ შეიძლება სულ 2 წუთი უნდა გავიარო რუსთაველზე მეთქი, თუ შეიძლება თქო და უკვე როდესაც მოვტრიალდი, ავსებდნენ უქმს და უთხარი კი ხო გაგაფრთხილეთ მეთქი, თქვენს თანხმობა მომეცით თქო და თქვენი საბუთები მითხრას ძალიან ისეთ კონკრეტულად. თან ეს არხი საკმაოდ ცნობილი იყო, რომელიც მიიღებდა გადაცემა ხო მით უმეტეს, ნუ რაღაცა მე მგონია რომ მეც მიცნობენ და ესე იგი ყოველ სიტყვაზე ხო 10 ლარს მიმატებდნენ. ბოლოს 300 ლარამდე ავედით. იგივე რეჟიმში იყო, რეალიტი რეჟიმში კამერა ჩართული და როდესაც აჩვენეს ეს ყველაფერი, ნუ ძალიან ნაწყანები დარჩნენ ჩემზე. დამინახეს პიონერთა სასახლესთან ეს გადმოდის ეს პატრული და მანონება, აიო, იცოდეო ერთით-ერთიო ეხლაო. ანუ ზოგი რაღაც ქიშპობის იმაში შევედით და შაირობის რეჟიმში. და ანუ არ დამაჯარიმეს, იმიტომ რომ პიონერთა სასახლესთან სულ 1 მეტრით ქვევით მეყენა მანქანა, ნუ მოკლედ. ამის მერე გადის კიდე რაღაც პერიოდი, ჩემო მეგობარმა, უსაყვარლესმა ადამიანმა მოიტეხა ხელი გოგონამ და დილის 4 საათზე მომყავს საავადმყოფო და ნაოპერაციები ხელით მის საშინელ მდგომარეობაში და მე თვითონ იმ დღეს ვიყავი გრიგოლიასთან გადაცემაში და ვარ ესეთი მაკიაჟით გამოპრანჭული, მოკლედ რაღაცა რომ გონია რომ ძალიან ლამაზი ვარ და მოკლედ გულთაფრობელი და გვაჩვენებს ისევ ეს პატრული. და ნუ საერთოდ სასწაულა მეთქვა, ეხლაო ჩაბერეო. ნუ გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფილი ვიყავი, ერთად რაც უთხარი, მოთხარი, იცი რა არის, ეს ყველაფერი გასაგებია და ვთქვათ, მე კანონმორჩილი ვარ და პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ეხლა უნდა გამოიაროს ჩემმა 21 წლის ბიჭმა და დგას დედა დილის 4 საათზე, ისეც გატანჯული, იმიტომ რომ მოდიარ საავადმყოფოდან და უბერებს აი ამ რაღაცაში, ხარ, ნუ როგორი სანახავია. მოკლედ ჩავბერე, რომ არ გონებოდა, რომ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვთქვათ, ნასვამი ვარ. შემდეგ არ დამეზარა, ჩავუსაფრთი, უკვე ნომერი ვიცოდი და ნუ ყოველთვის ეს ბიჭი ხო არ იქნება და მორიგე და სხვებს ვკითხე, მოხდა გამაგებინეთ, რაშია ოღონდ საქმე მეთქი და იცით რა არის, ძალიან შეყვარებულია თქვენში და რაში გამოიხატება მეთქი. ნუ ესე სხვანაირად ხო ვერ გამოხატავსო და ესე გამწარებთო და თქვენ რო ჩათვლითო, აი მაგალითად გვიან მოდიხართ ან წვეულებიდან ან რაღაცა ესეთი მომენტი გაქვთო, სანაპიროთი გამოიარეთ მირჩიეს. იმიტომ რომ ეს ბიჭი ესე იგი კონკრეტულად გადაკიდებულია ჩემზე, მაგრამ ნუ ამას იუმორით ვუყურებ, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.
ისე ცდილობ არ დავარღვიო წესები და Bluetooth-საც ხმარობ, იმიტომ რომ ესე იგი ტელეფონით არ ვილაპარაკო საჭესთან, იმიტომ რომ ერთი 3 ჯერ ეს ჯარი მას გადახდილი მაქვს და გემშვიდობების საუკეთესო სურვილებით. გოითი ყანხო. პაკა. ტელეფონი წაიღე? გუით ხო? დამირეკე. ეს ერთი. I've got a big beat banging in the back of my brain. I've got a big beat banging in the back of my brain. ეხლა მე გავუარო დედაჩემს, რომელიც ესე იგი, ბავშვები ხომ მყავს აფერისტები და არანაკლებ მყავს დედა, რომელიც იტკიებს ხოლმე თავს და ყველაფერს ამ ქვეყანაზე. ეხლა ნახავთ რა ჯანზეც არის და გამოიყურება ჩემზე კარგად. და წავიყვან წუწუნას, რომ წავიყვანო ყუსტბაზე. და თუ არ წავიყვან, მე იმ საღამოს მოკლედ ცხვირში მადენს ამას ყველაფერს და ან სასტრაფომდე მიიყვან საქმეს ან რაღაცა და მირჩევინე ესე წავიყვანო ხოლმე. Აღონდაც არის ძალიან სასაცილო ადამიანი, იმიტომ რომ არის სოჩელი წარმოშობით, ძლივს ისწავლა ქართული. და ისეთებს ლაპარაკობს, რა, ძალიან ცუდ ხასიათზე თუ ხარ, უნდა დაურეკო და რამე ისტორია ქართულად მოაყოლინო და ისეთებს ლაპარაკობს. მაგრამ შეუძლია თქვას, რომ დღეს ხომ მართლა მზე სუმზირა ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ მზე თუ ნახავია და ლამაზია. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ოჯახში იუმორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ბევრი სიმწარე გადაგვიტანია, ბევრი მტკივნეული მომენტი ყოფილა. მე დავკარგე ოჯახიდან, ჩემთვის ორი უსაყვარლესი ადამიანი, მამინაცვალი და მამა, რომლებსაც ორივეს ერთნაირად მიუძღოთ ჩემს სწავლა-განათლებაში, აღზრდაში და თუ დღეს ჩამოვყალიბდი ესეთ ადამიანად, ყოველ შემთხვევაში არა უარყოფითაც ეს მათი ძალიან დიდი დამსახურება ორივესის და ძალიან დიდი ტკივილი იყო, როდესაც ჯერ ერთი წავიდა ჩვენ ცხოვრებიდან და შემდეგ მეორე. მაგრამ ყოველთვის ეს ერთმანეთს გვერდში უდგავართ. მე მყავს ორი და, მამა ჩემის მეორე ქორწინებიდან და მყავს ძმა დედაჩემის მეორე ქორწინებიდან და გვაქვს ვენესუელური ოჯახი დიდი. ძალიან რთული გასაგებია 100 გრამის გარეშე ჩვენ ოჯახში საერთოდ გაურკვეველია, გამიხვდები ვინ ვის იქმარია, ვინ ვის ცოლია, ვის შვილები ყავს, მაგრამ სამგრად ყველას უყვარს ერთმანეთი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა დღესასწაულზე ერთად ვართ. ეს არის ჩემი დედიკო, საყვარელი ადამიანი, აფერისტკა. უსბაზე უნდა წასვლა და ეხა მურთ ამბავი ნახე როგორ გამოიყურება ჩემზე კარგად. არა, ბლიზი მიედა. და მოჟოშკა ცისფერი თვალები, ყველას გასაგონად ვამბობ, დამიჟმოტა. თავისთვის დაიტოვა და მე ეს დავრჩი. ყავისფერი თვალების ამარა. გაიხლა. შენს ლამაზი ხარ. შენც ლამაზი ხარ მითხრა. მე ხო ყველაფერი არანორმალური უნდა მქონდეს. ყველას ეზოში რა აქვს? მანქანა, ჰაჰა, ველოსიპედი, ჰაჰა, სკეიტბორდი. ჩვენ გვიყენია იახტა. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ როგორც ყველა ისეთები. და გამოვიყენეთ საგარაჟე ფართი, იმისთვის რომ დაგვეყენებინა იახტა. ჩემი ძმა როდესაც მიდიოდა მალაიზიაში, მაშინ გაკეთდა ეს წარწერა. ეს თალესის აშენებულია, 7 წელი აშენებდა, აი მართაც თავის ხელით ააშენდა და ჩვენ ყოველ შაბათ-კვირას ვიყავით ხოლმე თბილისის ზღვაზე ამ იახტით გასულები, მაგრამ დრომ ბევრი რამე მოინელა და ძალიან დასანანია რომ ესეც ერთადერთი რაც გადაურჩა ესეთი ნაწილი რულია ეს სახში გვაქვს. ჩემი ბავშვობის ნაწილია ეს. ცუდი ნაწილი არ არის მე მგონი. ეხლა მივდივართ ყუსტბაზე, იმიტომ რომ ფიქრობთ მეც და ჩემი ოჯახის წევრიც, რომელსაც დედა ქვია, რომ თუ ქალმა თავის თავს არ მიხედა, ძალიან მალე ფორმას დაკარგავს და მე საკუთარ შვილებსაც აღარ ჭირდები ფორმა დაკარგული. ეს არის ყუსტბა, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ხოთაშორის ჩემი გახსნილი აქ სეზონი. Привет, როგორ ახართ?
აქ გაკეთდა თავის დროზე ძალიან დიდი გახსნა და ეს ჩემი ინიციატივით იყო, მიმყავდა კონცერტი და ეს ალბათ საუკეთესო წლები იყო ჩემ ცხოვრებაში. იქ იყო დიდი სცენა გაკეთებული, არაჩვეულებრივად ეს სკამები დაალაგებული და სადღაც ალბათ ეს ყველაფერი იყო 8 წლის წინ ალბათ, როდესაც ისეთი პომპეზური გახსნა გაკეთდა ამ არაჩვეულებრივი ადგილის. ეს ერთი წრე არის 1 კილომეტრი. და ისეთი ცნობილი ფაქტია, რომ 3 წრე თუ ადამიანი ყოველდღე 3 კილომეტრს დადის, პრაქტიკულად საჭმელი, რომელსაც შემდეგ მიირთმევს, ესე იგი ისე არ ერგება, მოკლედ როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიწყნარებ თავს. Shade of green. Tell me, is that what you need? რა იყო სუფთა ჰაერზე კარგად გამოგდით? სუფთა ჰაერზე გეწერვინებათ? ბაკა, წავედი დასში. ერთი სიხარულია, რომ ამ ქალაქში ბევრს იცნობს და ბევრი გიცნობს. მეტი ამ ქალაქს კარგი არაფერი არ აქვს. ნუ ძალიან მიყვარს ეს შაბათი შოუს, კომედი კლუბის და ასე შემდეგ. ბიჭები არიან ჩემი მეგობრებიც, სხვათა შორის არიან კეთილის მსურველები, იმიტომ რომ ყოველთვის მიგვდნიათ, თუნდაც როდესაც პერსონაჟი ყოფილვარ მათთან არაერთ გადაცემაში, რამდენად კეთილგანწყობილები არიან, რამდენად სურთ, რომ რაღაცა თავის დადებითი ემოცია გამოხატონ და ეს ჩვეულებრივ ყოფაში ჩანს და ეკრანიდანაც და ძალიან დიდი მადლობელი ვარ. სხვათა შორის, როდესაც მეკითხებიან ხოლმე, რა შეცვლიდი, როგორ ფიქრობ ჩვენ გადაცემაზე, რომ მითქვია, რომ კარგი ეს კომედი კლუბი, მაგრამ ალბათ აი რუსეთში უფრო რაღაც კარგად გამოსდით, მე ვფიქრობ, რომ ეს ამათი ბრალი არ არის, არავის ნაკლები ნიჭერები არ არიან. უბრალოდ ქართული ენა არის ძალიან ხისტი ენა და არ იძლევა საშუალებას თქვათ ის, რასაც რუსულად გამოხატა უფრო სხვანაირად და თუნდაც უწმაწურ სიტყვას ხმარო, რაღაცა უხამსობას იძახი, რუსულად ეს მოსულა და არაფერი ამაში ესეთი ცუდი არ არის, მაგრამ ქართული ენა, რომელიც არ იძლევა საშუალებას ერთი პატარა გადახვევაც ლექსიკიდანაც უკვე საკმაოდ მძიმედ ხდება ყურს და ამიტომ ჩვენი ბიჭები ვფიქრობ ძალიან ნიჭიერები არიან და ძალიან პერსპექტიულები და მე მათი ფანი ვარ. ესე მთელი ცხოვრება ასე ვკრუგავ და ვკრუგავ. კუსტვას ენა რო კონდეს ბევრ ამას მოყვებოდა ჩემზე. იმიტომ რომ ალბათ ბავშვობიდან აქ დავდივარ, აქ სხვათა შორის მინდა თქვა რომ რაღაც ერთი ბირთვი, მთავარი ბირთვი კუსტბელები, რასაც ქვია, არ იცვლება და აქ რომ ამოდიხარ გძნობ რომ შეხვდები ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის არ არიან უცხოები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იყვნენ მეგობრები ახლო და ნათესავები, ეს ის ადგილია, რომელიც ბევრ ჩვენთაგან აკავშირებს, უკვე ვიცით ერთმანეთის ოჯახის წევრები, პრობლემები და ეს ერთგვარი განტვირთვაა. ალბათ ეს ის არის, რასაც ჭირდება ფსიქოლოგი ევროპაში და მე მიხარია, რომ ქართველებს კიდევ კარგი ფსიქოლოგები არ გვჭირდება, ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი ფსიქოლოგები. სახში არაფერი არ მაქვს 6 ცალი. ყველაფერი დალეწილია. მე თუ არ ვლეწავ, ჩემი შვილები ლეწავენ ას. დილის აუცილებელი ნაწილი. სამზარეულო და ყავა. კიდევ კარგი არ ვეწევი. ამიტომ რაღაც დადებითი მეც უნდა მქონდეს.
ატრიბუტები რომელიც მე ყველაზე ძალიან არ მიყვარს ამ ქვეყანაზე. მაგრამ რომ ეს დილომაზე რო არ მჭირდება. მაგრამ ძალიან მეზარება სიმართლე რო გითხრათ და ზუსტად 3 წამს ვიკავებ. თან ეს ალბათ მაინც ტელევიზიიდან მოყოლებულია. იმდენი დრო გჭირდებოდა ხოლმე პროფესიული მაკიაჟისთვის რომ მე ვთვლი მე ამდენი დრო საერთოდ ცხოვრებაში არ მაქვს. როგორც აღნიშნა დედაჩემა არ გადმომცა შთამომავლობით ლამაზ ცისფერი თვალები. ამიტომ რა თქო, გვიგივით იმას. სხვაწერას ორივე ჩემდას აქვს ცისფერი თვალები. საყვარელი სუნამო ალური. რომელსაც როგორც ჩემი შვილი აღნიშნავს ვსვამ. წავალ გასალამაზებლად სალონ ფემინაში. სადაც დამვარცხნიან და ადამიანს დამამსგავსებენ. Да. Давай, в котором часу? В 4. Хорошо, тогда ты мне звонишь, и мы с тобой встречаемся, хорошо? Давай, договорились. Пока. Косметика ჩავდე. ფული ჩავდე. საბუთები ჩავდე. და დამტენი თუ ჩავდე. დამჭა. რაღაცა მაინც დამჭა. ყოველთვის მჩება რაღაცა. არ არსებობს რამე არ დამჩეს და არ არსებობს სიგნალიზაცია არ ჩაირთოს. მე მგონი დანიზლავებულები არიან უკვე ეს ადამიანები, რომლებიც ჩემს სახლს დარაჯობენ, რომ აი აუცილებლად შემოbrunდება და ნიზლავებს იგებენ. ან აგებენ. ეხლა მივდივართ ფემინაში, ეს არის ქალთა კლუბი. სადაც არის ძალიან ბევრი ესეთი კარგი და საჭირო დანადგარი და სპეციალისტი, რომელიც ქალისთვის აუცილებელია. და სადაც ვიკეთებ ხოლმე კისრის მასაჟს, თუ მაქვს ხასიათი ვცურავ აუზში და ვივარცხნი თმას. ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს აი ამ დიდ დაწესებულებას. აქ ხანდახან სახეს ვუვლი ხოლმე. და აქ ესეთი თბილი და მყუდრო გარემოა. ეს არის საუნა და კიდე აუზი არის. დღეს უბრალოდ ჩავთვალე, რომ ბევრი მომივა კუსტბაც, ისიც ესეც და ამიტომ არ ვცურავ. ესა ესეთი სასიამოვნო ქალების სამოთხეა. იმის გამო, რომ ჩემი დამტრეული მანქანის აირბეგმა პირდაპირ კისერში დამარტყა. ყველაზე დიდი პრობლემა კისერთან მაქვს და ამიტომ პრაქტიკულად ყოველდღე მჭირდება მასაჟი. არის ორგანიზატორი ძალიან ბევრი კარგი კონკურსის. და ეხლა ხან ჩატარდა მის და მისტერ საქართველოსაც კახა ბასილიასთან ერთად იაც იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი, თან სამოდელო სკოლა აქვს და ეხლა ყოველს ერთად გვაქვს სურვილი და იდეა, რომ ჩატარდეს ეს შავი ზღვისპირა ქვეყნების მასშტაბით და მოკლედ ამაზე ვმუშაობთ ეხლა ამ პროექტზე და მე ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. ერთმა კაი კაცმა დამვარცხნა, მეორე კაი კაცმა გამამასაჟა, მესამე კაი კაცი მაკოცებს და ძენ უდალსა. ვანინკა.
ეხლა მივდივარ შეხვედრაზე მარიოტში, ჩემს მეგობართან და ძალიან ესეთ სერიოზულ პროფესიონალთან თავის საქმის, წარმოშობით ებრაელ ადამიანთან, რომელიც არის ზევ ფრენკელი, რომელიც შექმნა ასე ვთქვათ, წამკისი ველის მთელი ეს ამხელა იმპერია და მასთან მაქვს რამოდენიმე საკითხი, ასე ვთქვათ, ასაწონ-დასაწონი. დავედით მარიოტში. ნახვამდის, მადლობთ. კარგად, შენ როგორ ახარ? წადი და გნახავ. ასე 4-5 საათის მერე მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საქმეები მაინც გრძელდება, განწყობა უფრო რომანტიული ხდება, რაც გამოიხატება მუსიკის თვალებადობაშიც მანქანაში. და საერთოდ ჩემი განწყობითაც. მე ვფიქრობ, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში საკმაოდ ზეთი მხიარული და ოპტიმისტურიც ვარ, უბრალოდ საღამოსკენ როცა მიდის საქმე, უფრო რომანტიული ხდები, მე ასე მგონია. მოვედით ჩინურ რესტორანში, იმიტომ რომ მე მაქვს შეხვედრა ქარვასლა, სავაჭრო ცენტრი ქარვასლას ერთ-ერთ უფროსთან, ქეთევან ნეფარიძესთან, რომელთანაც მაქვს გასარკვევი რაღაც საინტერესო მომენტები. და პირველზე რამდენია დარჩენილი? პირველზე არის ხოთეშევის დიდი ფართები, აი ეს წინა მხარე. და 2009-ში ბარდება, ხო? ეს წელიწადში 3 თვე, 2 თვე, წელიწად და 2 თვე. ხო, იცით რა, გახეხილი ნედლი კარტოფილი. ხო, ისა ბრინჯი, ოღონდ ერთი უკვერცხო, ერთი კვერცხიანი. არა, იცით რომელი, უმი რომელიც არის. იქნებ შევუკვეთოთ ეს გუმბაო სამარხო და соуსი. ეხლა ვახერხებ, რომ სასიამოვნო პროცედურა და საჭირო პროცედურა დავუკავშირო ერთმანეთს. ანუ საქმიანი სადილი და თან სიამოვნება იყოს ერთად. და თუ კიდევ საქმიანი და სარფიანიც გამოდგა, ძალიან მიყვარს აზიური სამზარეულო, იმიტომ რომ შეიძლება დანაყრდე ისე, რომ რაღაცა სიმძიმე არ იგრძნო, როგორც არის ქართული სამზარეულოს მერე. და ვფიქრობ, ბევრად უფრო ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ესეთი მძიმე ქართული საჭმელები. ეს ჩემი ძმა, ერეკლეშონია, მარია, მისი მეგობარი, ჩვენთან დამეგობრებული და ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული ბიზნესი საქართველოში და სწორედ ახლა ამის განსახილველად ვართ შეკრებილები. ბავშვი მომიყვანეთ აქ რა. Okay, bye. Bye. Yes. Little Georgi come. Okay, bye. Aga. ვაიმე, ჩვენ დავრჩით აქ. მაგრამ ცოტა ხანით დავრჩებით, იმიტომ რომ ჟურნალ სარკეს აქვს ინტერვიუ ჩემს უმცროს ვაჟიშვილთან. უფროს ვაჟიშვილი ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოდის, თავის პირადი ცხოვრება აქვს. სრულიად ზედმეტი ვარ. ინტერვიუ ვაჟთან. ისე ტირისტობით ტყუიას ვაჯერ აბრაუსიდან ხალხში ენაცვალოს დედა ესე იგი თვით
შეფასება უმაღლესი. Two cars went speeding by, had to pass to catch the raptor of a dragonfly. Two cars parked outside bars tonight. დაბახა დედასავით. ეხა პატარა სიმტოვა ბებიასთან ან ბაბუასთან. და დღე გინდა. დღე ვახლოვდება თავის ფინალურ სტადიას, რასაც ქვია უფრო რელაქსაცია, საღამო, კლუბური ცხოვრება, მეგობრებთან შეხვედრა და ყველაფერი ის, რაც გამორიცხავს სერიოზულ მოლაპარაკებებს, საქმიან შეხვედრებს და ასე შემდეგ. უბრალოდ ვერთობი. მეცვენა გართობა კაცო, ეგრე კი არა, ბიძია. საღამო დადგა. ყველა ნორმალური ადამიანი საღამოს ისვენებს და მე ვფიქრობ მე მივეკუთვნები ამ ნორმალურ ადამიანთა რიცხვს და ამიტომ ეხლა სწორედ გული გამიწევს პრემიერ კლუბისკენ, სადაც მე ვფიქრობ მელოდებიან ჩემი მეგობრები, გართობა და სასიამოვნო საღამო. ეკუთვნის კახა ვასილიას, რომელიც არის არაერთგზის ჩემპიონი კარატეში და რომელსაც უყვარს ყველა ეს ორთაბრძოლის ელემენტები და როგორი არაჩვეულებრივი ხმლები აქვს. ამ კლუბში სხვათა შორის პერიოდულად არის სტრიპტიზი. ოღონდ მე ამის რეკლამა არც არ გამიკეთებ, უბრალოდ მე აქ მეგობრებთან ერთად ვიკრიბები იმ საღამოს, როცა ბუნებრივი სტრიპტიზი არ არის. ეს არის ჩვენი კლუბის ესე იგი მე პატრონე და დიდი ადამიანი. კახა მე უკვე შენ გაგაფიარე და მომყევი ამბავი. აი საშინლად ლამაზი ხარ. ჩემი სვანი ძმა. ახალი რა ხდება და ხალხი მიდის შენ ფილმზე და იქიდან მე ეს რეანიმაციებში აბრუნებენ ხო? ის რა კარგი იყო გაზეთში. დაიკითხე. არა, იცი რას გიზა, მაგაზე მე მომხვდა, ხოც? რატო? სვანების. რატო? ძირითადად სვანებმა დამირეკეს, ადამიანები ხომ არ დავეკავდნენ. ცოტა სხვანაირი გრძნობები. მაგრამ ნახე როგორი რაღაცა, მე ხომ სულ სვანებზე ვყვები ანეკდოტებს. ფილმი ნახეთ არა? ერთადერთი ჯიში ვართ დედამიწის ზურგზე, სვანები, ანუ ყველაზე მაგარი ქართველები. ხო. ვინც იავნანას ხოაზე ხარ, კაცები მღერიან, ხო მაგრები ვართ. გადასწარებით. გამარჯობა. როგორ ახარ გენაცნე? გამარჯობა. შენ მოგესალმე. მე უფროსი ვაჟიშვილიც მყავს ისე. გაიხარა რა. ეს ამ კამერა არ უყვარს, მაგრამ ჩამოვა მაინც. მიდის და დედა. და ფილმი სვანი ყოფილა happy end და არ დაეჯერეთ ეგ ამბავი. მას კლავენ რა მოხდა. Selbst der Kapitän hat es gern gesehen, doch zu Mackies großem Schreck sprach der Kapitän bei Windstärke 10 tanzte auf dem Oberdeck. ასეთი იყო ერთი ჩემი ჩვეულებრივი დღე. ცოტა შვილები, ცოტა საქმე, ცოტა სპორტი, ცოტა რაღაცეები კიდევ და ცოტა გართობა. და მინდა რომ ყველას ერთად ვუსურვო მშვიდობა, მხოლოდ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. გაგიმართოთ. აკა, წავედი მომლო შეხვედრამდე.